ავიაკომპანიების წახალისების პრაქტიკა, როგორ გავზომოთ დახარჯული მილიონების ეფექტიანობა და სხვა თემებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. TBC-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, მარტში TBC-ის არხებით არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები ისევ სუსტი რჩება, თუმცა რუსების, უკრაინელებისა და ბელარუსების ხარჯები ბოლო თვეებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბიობიუს პროდუქციას ანტიბიოტიკების კვალზე სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ამოწმებს და სრულიად სუფთაა, აცხადებს ჩილინა. კომპანიაში ამბობენ, რომ ანტიბიოტიკი ტეტრაციკლინი, რომელიც დავაში ფიგურირებს, მათ პროდუქტში არ ფიქსირდება. Global Finance-მა 2025 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად საქართველოს ბანკი დაასახელა. საერთაშორისო გამომცემამ რამდენიმე კრიტერიუმი გაითვალისწინა, მათ შორის აქტივების ზრდა, გეოგრაფიული მოცვა და პროდუქტების ინოვაციურობა. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ეს BMG-ია, რეგიონის წამყვანი ბიზნეს მედია სააგენტო, საქმიან ამბებს BMG-ის გუნდთან ერთად ნინო ტაბოტაძე წარმოგიდგენთ. გათავისუფლების დღე ასე უწოდა დონალდ ტრამპმა 2 აპრილის მასშტაბური სავაჭრო ტარიფების გამოცხადებას, რომელიც მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა ქვეყანას ეხება და რაც შეერთებული შტატების 4,1 ტრილიონიან იმპორტს 100 მილიარდი დოლარით დაბეგროს. მათ შორის 20%-იანი ტარიფები დაუწეს და ევროკავშირის ყველა ქვეყანას, 34%-იანი ტარიფია გათვალისწინებული ჩინეთისთვის, 24% იაპონიისთვის. ტარიფები შეეხო საქართველოსაც, ქართული პროდუქციის შეერთებულ შტატებში შეტანაზე 10%-იანი გადასახადი დაწესდა. თუმცა განახლებულ სატარიფო სიას თან ახლავს გამონაკლისების ვრცელი ჩამონათვალიც, რაც უშუალოდ საქონლის მიხედვით განსხვავებულ სატარიფო პოლიტიკას განსაზღვროს. ამ გამონაკლისთა შორისაა ნედლი ნავთობი, ელექტროენერგია, მეტალების მადნები, ფარმაცევტული პროდუქტები და ვაქცინები, ნახევარგამტარები და მიკროჩიპები. სიაშია ფერო შენადნობებიც, რაც შეერთებულ შტატებში საქართველოს მთავარი საექსპორტო საქონელია. კერძოდ 2024 წელს შეერთებულ შტატებში საქართველოს 151 მილიონიან ექსპორტში 90 მილიონი დოლარი, ანუ 64% სწორედ ფერო შენადნობებზე მოდიოდა. აღსანიშნავია, რომ საგამონაკლისო სიაში არ შედის მაგალითად ღვინო, რომელიც ასევე ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია შეერთებულ შტატებში. 10 წლიანი პაუზის შემდეგ ამ კვირაში საქართველოს ბაზარზე British Airways-ი დაბრუნდა და როგორც ჩანს, იმ ავიაკომპანიების რიგებს შეუერთდა, ვინც სახელმწიფოსგან ფინანსური სტიმულებით სარგებლობს. გავიფორმეთ რამდენიმე წლიანი ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას, თქვა ეკონომიკის მინისტრმა British Airways-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ. კონკრეტულად რას მოიაზრებს ხელშეკრულება და რა თანხები დაიხარჯება ლონდონი-თბილისის ავიარეისის დატვირთვისთვის უცნობია, თუმცა ეს პრაქტიკა კარგად აპრობირებულია მათ შორის საქართველოშიც. მიმართულებების მარკეტინგის და განვითარების ხარჯები, ამ დასახელებით თანხების ხარჯვა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ანგარიშგებებში გვხვდება და ის მოიცავს ავიაკომპანიებისათვის გადახდელ წამახალისებელ თანხებს, რომლებიც ორიენტირებულია მიმართულებების სიხშირის ან და მგზავრთა ნაკადის ზრდაზე. მაგალითად 2023 წელს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიებისათვის ეგრეთ წოდებულ ინსენტივებზე თითქმის 13 მილიონი ლარი დახარჯა. 2022 წელს 7 მილიონი, ხოლო პანდემიამდე 2019 წელს ეს ხარჯი 15 მილიონი იყო. როგორი ავიაბაზარზე ფინანსური სტიმულების პრაქტიკა და საქართველოს რეალობა, როგორ იზომება მიმართულებების განვითარებით დახარჯული თანხების ეფექტიანობა, ამ თემებზე საუბრობთ საქმის კურსში. დია მაჭავარიანი, ჰერაკლეონის საერთაშორისო აეროპორტების საავიაციო განვითარების დირექტორი გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. დია, მოგესალმებით, დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და შემოგვიერთდით. მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. დია, ჩვენ ვცდილობდით რომ მოგვეძია ინფორმაცია, როგორ ხდება ხოლმე სხვადასხვა მიმართულებით ეს ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება, რომელიც ეხება ავიარეისების დატვირთულობის ზრდას, ასევე სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას. როგორი არის თქვენი შეფასებით ამ შემთხვევაში საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველოს რეალობასაც იცნობთ და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით რამდენად არის თქვათ მნიშვნელოვანი მაინც და მაინც სახელმწიფოს ჩართვა ბაზარზე? ზოგადად ეს მიღებული პრაქტიკაა ავიაციო სივრცეში, რაც უფრო ნაკლებად ცნობილია მიმართულება ავიაკომპანიისთვის და ავიაკომპანიის ბაზრისთვის, მით უფრო მაღალია ხოლმე მარკეტინგული თანხა. ბრიტანეთის ავიაკომპანიებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა 2015 წლიდან. ძალიან დიდი ძალისხმევა არის ჩადებული ამ რეისების დაბრუნებაში და
მე მგონია რომ მარკეტინგული თანხების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. მაგალითისთვის, ანუ საქართველო არის კარგად ცნობილი რუსეთის და ყურის ბაზრებზე, შესაბამისად, ანუ ამ მიმართულებებზე მარკეტინგული თანხების დახარჯვა ალბათ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მაგრამ ევროპაში იმდენად დიდია კონკურენცია, რომ თუ ავიაკომპანიამ არ დაასტიმულირა და ხელი არ შეუწყო ახალი მიმართულების პოპულარიზაციას, ალბათ რეისი არ დაიტვირთება. იმისთვის, ხო, ბოდიში გისმენთ. არა, ეს უნდა მეკითხა ზუსტად, თქვენთან აი მაგალითად თქვენს მაგალითზე როგორ ხდება ხოლმე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვა. რამდენად თქვათ ამ ხარჯებს იღებს სახელმწიფო თუ თქვათ აეროპორტი, რომელსაც სურს რომ ახალი ავიაკომპანია შემოიყვანოს? ხარჯებს როგორც წესი იღებს აეროპორტის ოპერატორი და ტურიზმის დეპარტამენტი. ნუ საქართველოს შემთხვევაში აეროპორტი ასე თუ ისე სახელმწიფოსთან მჭიდროდ დაკავშირებულია. ნუ აეროპორტების გაერთიანება შეიძლება ითქვას აეროპორტის ოპერატორია, ნუ ქუთაისის აეროპორტის ყოველ შემთხვევაში. ჩვენ შემთხვევაში, ანუ ჩვენთან ყოველწლიურად კეთდება აქცენტი იმაზე, თუ რისი თუ რა მიმართულებების მოზიდვა გვინდა წლის ჭრილში და რომელი ავიაკომპანიების. მაგალითად, წელს ჩვენთვის აქტუალურია სეზონურების დაძლევა, ანუ საბერძნეთ მოგეხსენებათ ზაფხულის სეზონში ძალიან პოპულარული მიმართულებაა და ჩვენ ვცდილობთ, რომ ზამთრის სეზონზეც ანალოგიური მგზავრთნაკადი მოვიპოვოთ. ამიტომ ჩვენი მარკეტინგული მხარდაჭერა ორიენტირებულია იმ ავიაკომპანიებზე, რომლებიც ზამთრის სეზონის განმავლობაში ციფრენენ ჰერაკლიონის მიმართულებით. დიახ. უშუალოდ British Airways-ზე რომ ვისაუბროთ ასეთ საკმაოდ დიდ კომპანიაზე, რომელიც მრავალი მიმართულებით დაფრინავს და როგორც ირკვევა ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო იყო British Airways-ის შემოყვანა, უფრო მეტად როგორც ჩანს ეს საინტერესო იყო, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ ბრიტანეთის გავლით მოხდეს ტრანსატლანტიკური ფრენები და ამერიკასთან გარკვეული ბმა გაკეთდეს. დაახლოებით რა ტიპის ხარჯებთან შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული, რა განსაზღვრავს ხოლმე ამ ხარჯების მოცულობას? ნუ როგორც წესი, ხარჯები დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, რომელშიც აპირებენ ამა თუ მიმართულების პოპულარიზაციას. ბრიტანეთი არის საკმაოდ ძვირი მიმართულება. აქვს ეგრეთ წოდებული long haul ტარიფი, ანუ რაც უფრო შორს არის მიმართულება, მით უფრო ძვირი ჯდება რეისი. British Airways არის ანუ მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავიაგადამზიდი. პლუს აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბრიტანეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს ჭირდებათ ვიზა, ანუ British-ის შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებთ შემომავალ ბრიტანელ ტურისტებზე და მაშინ, როდესაც ბრიტანეთის ბაზარზე ყველაზე ვთქვათ პოპულარული მიმართულებები არის ესპანეთი, საბერძნეთი და თურქეთი, ალბათ საქართველოს ხუთმაგი ძალისხმევა დაჭირდება იმისთვის, რომ მოხდეს თუნდაც პოპულარული მიმართულებების ოცეულში. დიახ. და ეს რა თქმა უნდა აისახება იმ ხარჯების ინტენსივობაზეც და თანხებზეც, რაც უნდა მოხმარდეს პოპულარიზაციას, რომ ჩვენი ქვეყანა რაღაცნაირად მოხდეს მათ ასე ვთქვათ თვალთახედვის არეში. თქვენ ახსენეთ ვიზებით, ვიზების გათვალისწინებით, რამდენად ელით რომ ეს მიმართულება დატვირთული შეიძლება იყოს? ზოგადად ახალი რეისის, ასე ვთქვათ, ამოქაჩვას ჭირდება 2-3 წელი. ბრიტანეთის შემთხვევაში, ანუ იმის მოლოდინი, რომ რეისები იქნება სრული დატვირთვით, ანუ ალბათ ამის მოლოდინი არ არის, მაგრამ თუნდაც 70%-იანი დატვირთულობით რომ მიმუშაოს ამ რეისებმა, ალბათ ძალიან დიდი პროგრესი იქნება. დიახ. დიახ, საინტერესო არის ისიც, რომ აი როდესაც თქვათ აკეთებთ ასეთი ტიპის ინსენტივებზე არის საუბარი და გადაწყვეტავს მაგალითად ერთი მხარე რომ გაიღოს ეს ხარჯები, როგორ ზომავთ ხოლმე ამ ხარჯების ეფექტიანობას და საერთოდ რა კრიტერიუმი არის მაჩვენებელი იმისა, რომ ეს ხარჯი იყო თქვათ მისაღები და ასე გასაწევი. და რა თქვათ რა პერიოდზე უნდა იყოს ხოლმე აღებული ესეთი თქვათ მასტიმულირებელი პაკეტები, რომ რეალურად რაიმე ტიპის შედეგი დავინახოთ? ანუ პრაქტიკაში არის ინსენტივის ორი ფორმა. პირველი ეს არის ფასდაკლება ავიაციო გადასახადებზე, ანუ იმ აეროპორტის ფასდაკლება, რომელშიც იფრენს ავიაკომპანია და მეორე არის მარკეტინგული მხარდაჭერის პაკეტი.
როგორც წესი, მარკეტინგული მხარდაჭერის პაკეტი განისაზღვრება ავიაკომპანიასთან ერთად, ანუ მაგალითისთვის ავიაკომპანია ამბობს, რომ ჩვენი digital medიის საშუალებით გავაპიარებთ მიმართულებას და ამაში ჩვენ დავხარჯავთ X ოდენობის თანხას. 5 ლარს. შესაბამისად, იმ ქვეყნის ან იმ აეროპორტის ტურიზმის დეპარტამენტისგან და აეროპორტისგან ანალოგიური თანხა განისაზღვრება. ანუ 5 ლარს ხარჯავს ავიაკომპანია, 5 ლარს ხარჯავს მიმართულება. ეს თანხა ერთად იხარჯება მიმართულების პოპულარიზაციისთვის, მერე ავიაკომპანია წარმოადგენს ანგარიშტორობას, რომ თანხა დაიხარჯა აქ და აქ, ამდენი ნახვა ქონდა, ამდენი ბილეთი გაიყიდა, გათვალისწინებული იყო პირობითად, რომ მიმართულებას გამოიყენებდა 500 მგზავრი და ფაქტობრივად იყო ამ მიმართულებაზე 500 მგზავრი და ამით განსაზღვრებთ, რომ კამპანიამ კარგად იმუშავა. მაგრამ ისევ და ისევ, ანუ რაც გაკეთდება წელს, ამის შედეგი იქნება ალბათ მომავალ წელს, 2 წელიწადში, იმიტომ რომ ბრიტანელები როგორც წესი თავიანთ ანუ ბრიტანელი დამსვენებელი ძალიან იშვიათად ყიდულობს ბოლო წუთას თავის სამოგზაურო პაკეტს. ანუ წელს თუ დაიწყო British Airways-მა ფრენა, ბრიტანელები მასიურად ალბათ შემოვლენ მომავალ წელს ან იმის იქით. დიახ, მესმის საკმაოდ გრძელვადიანი არის ეს პროგრამები. საინტერესო არის, როგორც ჩანს გარედან დღეს საქართველოს არ გვაქვს მთლად ესეთი კარგი პერიოდი, დღეს ქვეყანაში დაძაბული გვაქვს ურთიერთობა იგივე დასავლეთის ქვეყნებთან. როგორ ფიქრობთ, ეს ფონი რამდენად აისახება საქართველოს ავიაბაზარზე? ერთის მხრივ გვაქვს ესეთი ვითარება და მეორეს მხრივ მართლაც ძალიან აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ახალი ავიაკომპანიები შემოვიდნენ და რაღაცნაირად ეს ბაზარი მეტად გაიზარდოს. როგორ ხედავთ, რამდენად თქვათ გამოწვევა არის საერთო ფონი ავიაბაზრისთვის? ზოგადად საქართველოს ავიაბაზრის განვითარება არის ძალიან რთული. საქართველო არის ძალიან რთული პროდუქტი, იმიტომ რომ არის მეზობელი ქვეყნები, საიდანაც ყოველთვის არის მოთხოვნა და ყოველთვის იქნება რეისები და მეორე მხრივ არის ევროპა, სადაც ფრენა არის შორს. ანუ საშუალოდ 4 საათის ფრენაა, რაც ჩდება ძვირი და ავიაკომპანიებს უნდა უღირდეთ საქართველოს შემოსვლა. ან უნდა იყოს ან გარანტირებული მგზავრთნაკადი, ან უნდა იყოს ძალიან მაღალი მარკეტინგული მხარდაჭერის პაკეტი. საქართველოში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა საკმარისად იმისთვის, რომ დამსვენებლები წამოვიდნენ მასიურად. ძალიან რთული პროდუქტია და რა თქმა უნდა, ის რაც ბოლო დროს ხდება ქვეყანაში, რასაც მაინც და მაინც არ უწყობს ხელს ბაზრის განვითარებას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში აეროპორტების გაერთიანებამ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. ტრანსავიას შემოსვლა, Eurowings-ის შემოსვლა, Edelweiss, EasyJet-თან ვლაპარაკობ. მე ჯერ კიდევ აეროპორტების გაერთიანებაში მუშაობდი, როდესაც ვლაპარაკობდით EasyJet-თან. 2015 წლიდან ვლაპარაკობთ EasyJet-თან და ანუ მართლა გითხრათ, არც მჯერა, რომ ეს დღე დადგა და EasyJet-ი შემოვიდა. იმიტომ რომ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ რატომ უნდა ვიფრინოთ საქართველოში. რა არის საქართველოში ისეთი, რაც არ არის მაგალითად ტენერიფეში. მირჩევნია ბელფასტში ვიფრინო. დღეში 5 რეისით, 9 საათიანი ფრენით და ამოვიღო ჩემი თანხები, ვიდრე ვიფრინო საქართველოში, სადაც ფრენა არის 5 საათზე მეტი, არ მეყოლება გარანტირებული მგზავრთნაკადი, არ გაქვს სასტუმრო ინფრასტრუქტურა, არც ვიცი რეისი შემოვსება თუ არა, ამიტომ რატომ უნდა გავრისკო. და არანაირი მარკეტინგული მხარდაჭერა და არანაირი ინსენტივი არ ხდიდა ამ მიმართულებას მათთვის საინტერესოს. თუმცა ყველაფერი შეიცვალა და ეს დღე დადგა. საინტერესო დღეს რითი დავაინტერესეთ EasyJet-ი, რომელიც საქართველოში შემოვიდა. იცით რა, არ მგონია რომ ეს დღეს მოხდა, ანუ ეს ერთ დღეს გაიღვიძეს და თქვენს უირა კარგია საქართველო, აბა მოდით ვიფრინოთ. ანუ ეს იყო ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი. პირველი ნაბიჯი იყო საავიაციო ფორუმ Connect-ის ჩატარება საქართველოში, როდესაც
ანუ დავსდოვდით ავიაკომპანიებს და ვეუბნებოდით, რომ აი მოდით ნახეთ საქართველოს, პირველი ეტაპი იყო, სანამ აუხსნიდით სად არის საქართველოს და რა არის საქართველოს და მე რომ ვეხვეწებოდით, რომ ჩამოდით და ნახეთ რა საინტერესოა და მე მოგვეცა საშუალება, რომ მსოფლიოს ავიაციო ფორუმი ჩაგვეტარებინა საქართველოში, სადაც თავის თვალით ნახეს, ჩამოვიდნენ და ნახეს, რომ უი, თურმე მართლა საინტერესო მიმართულება ყოფილა და არ გვატყუებენ. მასამზე წლების განმავლობაში თქვათ მოვიპოვეთ სტატუსი. ბოლოს მინდა კითხოთ ძალიან ის თქვათ მოკლედ რომ შევაბჯამოთ, აი დღევანდელი ვითარება ავიაბაზარზე, აი მთავარ გამოწვევებს თქვენ რას დაასახელებდით საქართველოს ავიაბაზარისთვის? ალბათ სტაბილურობა რეგიონში, uvizო მიმოსვლის შენარჩუნება არის, თუ გავითვალისწინებთ, თუ ვსაუბრობთ ევროპის ავიაკომპანიებზე, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის uvizო მიმოსვლის შენარჩუნება, იმიტომ რომ მე მგონია, რომ როგორც კი ეს დადგება რისკის ქვეშ, მაშინვე გავლენ ავიაკომპანიები ბაზრიდან და მეორეს მხრივ არის, რა თქმა უნდა, მიმზიდველი აეროპორტის ტარიფები. ძალიან დიდი მადლობა დია მაჭავარიანი, ჰერაკლიონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი და ვფიქრობ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. მადლობა დიას, მშვიდობები. საქმის კურსს კი ვაგრძელებთ, ცხოვრება ძვირდება, ფასები დამკვეთის მხრიდან არ იზრდება. ამის შესახებ BMG-სთან კავკასიის Road Project-ის მმართველი პარტნიორი პაატა ტრაპაიძე აცხადებს. მისი თქმით, ბიზნესი მაღალი ინფლაციის ფონზე საოპერაციო ხარჯები გაიზარდა, მათ შორის მოხდა ხელფასების ზრდა, რის გამოც ტენდერებში წარმოდგენილი ფასებით პროექტების განხორციელება ხშირად შეუძლებელიც ხდება. რა შეიცვალა ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისათვის ბოლო 1 წლის განმავლობაში და რამდენად არის პრობლემური სახელმწიფო შესყიდვებში ფასწარმოქმნა, რომლის საფუძველზეც ტენდერები ცხადდება. ანდუკა ჯოხაძე საუბრა სექტორის წარმომადგენლებს და ახლა პირდაპირ ეთერში გაგაცნობს მათ შეფასებებს. ანდუკა, გისმენთ. ინო სახელმწიფო ტენდერებში არსებული ფასწარმოქმნა ბიზნესისთვის განსაკუთრებით პრობლემური ბოლო პერიოდია, რაც გახდა, რადგან ფასები ბაზარზე სწრაფად ცვალებადია, ხშირად კი სახელმწიფოს მხრიდან წარმოდგენილი შეფასება კონკრეტული პროექტის ფასებთან მიმართებით რეალობასთან შეუსაბამო ხდება. ბიზნესის წარმომადგენლები გვიყვებიან, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი პროექტის შედგენასა და ტენდერის გამოცხადებას შორის არსებული ვადებია, რომლის პერიოდშიც ფასები არაერთხელ იცვლება, ბიზნესი ვეღარ ახერხებს ამ ფასებით პროექტის შესრულებას, რის გამოც ტენდერში მონაწილეობას ხშირად თავსაც არითებს. აი 6 თვის წინ ან 1 წლის წინ თუნდაც ეს დაგეგმილი პროექტი და განსაზღვრული სახარშახის ხირებულება შესაძლებელია არ შესაბამებოდეს იმ დროისთვის არსებულ საბაზრო ფაზს და შესაბამისად არ არის ვალიდური. ამიტომ ფასწარმოქმნის პრობლემა სასტარტო ღირებულების განსაზღვრის დროს ჯერ კიდევ დგას. წარსულში ეს პრობლემა ასე აქტუალურად ალბათ იმიტომ არ იყო, რომ ესეთი ცვლილებები ესეთ მოკლე პერიოდში არ ხდებოდა და შესაბამისად დღეს ეს ვინაიდან ესეთი თქვა მოკლე პერიოდში უამრავი ცვლილებები გვაქვს, პრაქტიკულად რთულია სწორედ სახარშახის ღირებულების თავიდანვე განსაზღვრა. ეს პროექტები ხომ რაღაც პერიოდის წინ არის დაგეგმილი, ანუ მისი დაპროექტება შესყიდულია, ესე ვთქვათ და ის არის განფასებული იმ პერიოდში, როცა მოხდა მისი ესე ვთქვათ გეგმაში ჩასმა. იმდენად სწრაფად მიდის ეს ინფლაცია და იმდენად სწრაფად იზრდება ფასები ზოგადად სამშენებლო მასალებზეც, იგივე მუშახელზეც, რომ ვერ ეწევა აი იმ მომენტში შეფასება და ტენდერზე გამოსვლის მომენტში უკვე ფასწარმოქმნის ესე ვთქვათ შედარება ერთმანეთთან. ძალიან განსხვავებული ფასები არის, ძალიან ვიჭირს ტენდერში ვერ ვიღებთ პრაქტიკულად მონაწილეობას. პრობლემის ერთ-ერთი მოგვარების გზა და ინდექსაცია, რომლის ამოქმედების გადაწყვეტილება უმიდან მიმდინარე ნეგატიური მოვლენების შესამსუბუქებლად 2022 წელს მთავრობამ ერთჯერადად მიიღო, თუმცა მას მხოლოდ დროებითი სახე ჰქონდა. დღეს აღნიშნულ მექანიზმს კონკრეტული შემწყიტვალები იყენებენ, თუმცა ბიზნეს ნაწილი აცხადებს, რომ საბიუჯეტო პროექტებზე ის ნაკლებად ვრცელდება. ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს სამშენებლო მასალის გაძვირება და შესაბამისად გაზარდოს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ინდექსაციის მექანიზმის აქტიური გამოყენების მიღმა ბიზნესი თვლის, რომ არსებული პრობლემების დასაბალანსებლად გამოსავალი შეიძლება იყოს ასევე ფასთა კვლევის გაკეთება უშუალოდ ტენდერის გამოცხადების წინ და ასევე კონკრეტული პერიოდულობით უნდა ხდებოდეს პროექტის გადაფასება, რაც არსებულ რისკებს გარკვეულწილად გადაასხოს. ინდექსაცია უნდა ჩაიდოს, ან ფასთა კვლევა უნდა გაკეთდეს უშუალოდ ტენდერის გამოცხადების წინ.
ოღონდ ეს ისე უნდა მოხდეს, რომ დაპროექტების ნაწილში განფასება არ უნდა ღებულობდეს მონაწილეობას. ანუ როცა დააპროექტებს, მხოლოდ საპროექტო სამშენებლო ნაწილი და მოცულობათა უწყისი იყოს დამკვეთისთვის, ესე ვთქვათ, განსაზღვრული და მერე უკვე მისი ფასი დაადგინოს ბაზრის კვლევით, რომ იმ მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასები ჯდებოდეს იმ რეალობასთან, რომელიც საბოლოო ჯამში მერე შესასყიდ ფასში აისახება. იქნება წესი, რომ რაღაც კონკრეტულ ინტერვალში ერთხელ არა უგვიანეს თქვა 6 თვის ან 12 თვის პროექტი სავალდებულოა მოხდეს მისი ხელახალი შეფასება, მაშინ არსებობენ საშეფასებო ორგანიზაციები, რა სამხაროულის ეროვნული ბიუროს სახით და ასევე სხვა კრიტერიული ინსტიტუტების სახით, რომელიც მოახდენენ ამოცებული პროექტის გადაანგარიშებას. ახალი ღირებულება განისაზღვრება, რომლითაც მოხდება ტენდერის გამოცხადება და ის უფრო ახლოს იქნება რეალურ ღირებულებასთან, ვიდრე წინანდელი პროექტი. ეს ფიქრობენ ბიზნესის მხრიდან დასახელებულ ხარვეზებზე უშუალოდ შემწყდელი ორგანიზაციები, ამას უკვე ჩვენი მაყურებელი შემაჯამებელ გამოშვებაში მოისმენს, თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გასუკლიერას განაახლა, თებერვალში კლება კი ორ ძირითად სექტორში დაფიქსირდა, მათ შორის იყო მშენებლობა, გოგიტა თოდრაძე განმარტავს, რომ მშენებლობის დარგში შემცირება ძირითადად ინფრასტრუქტურის მიმართულებით სამუშაოების შენელებასთან იყო დაკავშირებული, რაც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებით იყო გარკვეულწილად განპირობებული. თუმცა ბიზნესის ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ თუ ფასწარმოქმნის მიმართულებით ცვლილებები არ იქნება, დარგში შესაძლოა შენელების ტენდენცია გაგრძელდეს. მადლობა ანუკა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ფასწარმოქმნაზე არსებულ გამოწვევებზე ანუკა ჯოხაძე საუბრობდა. საქმის კურსი კი ამით დასრულებულია 17 საათსა და 40 წუთზე ბრუნდებით ეთერში დროებით.